საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის, Silk ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმებისას მასთან იარაღი აღმოაჩნდა, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა არ გააჩნდა ამ იარაღის ტარების უფლება. გამოძიებამ ასევე იარაღის ვაზნებიც აღმოაჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურას ბიზნესმენისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. გიორგი რამიშვილი საქართველოში შემდეგი ბიზნესების მფლობელია. Silknet ქვეყნის მეორე უმსხვილესი მობილური ოპერატორი და ინტერნეტ პროვაიდერი. Silknet-ის მობილურ ქსელს 2 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო Silknet-ის ინტერნეტით კი 365,000 აბონენტი სარგებლობს. 2024 წელს კომპანიის მობილური ქსელის შემოსავალი 304 მილიონი ლარი, ფიქსირებული ინტერნეტის ქსელის შემოსავალი კი 151 მილიონი ლარი იყო. Silknet-ი ასევე მეორე უმსხვილესი მოთამაშეა მაუწყებლობის ტრანზიტის, ანუ ინტერნეტ ტელევიზიის ბაზარზეც. კომპანიას 278,000 აბონენტი ჰყავს, 2024 წელს ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი 46 მილიონი ლარი იყო. Silknet-ის აქტივების ზომა 858 მილიონ ლარს აღემატება. შემდეგი არის Silk Real Estate. საქართველოში მაღალი კლასის სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი. ჯგუფის შემადგენლობაში შედის Redisson-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. ასევე ახლად გახსნილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph თბილისი. ამასთანავე Silk Real Estate-ის შემადგენლობაშია თბილისსა და ბათუმში არსებული სამორინე ივერია, რომელიც Radisson-ის სასტუმროებშია განთავსებული. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად ჯგუფის უძრავი ქონების ბიზნესის მთლიანი შემოსავალი 250,7 მილიონი ლარი იყო. აქედან სამორინეების ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი 154,5 მილიონ ლარს, სასტუმროების ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი კი 93 მილიონ ლარს შეადგენდა. Silk Real Estate-ის აქტივების ზომა 883 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ჰოლდინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი Silk Bank-ია, რომლის აქტივების ზომაც 2025 წლის მაისის მდგომარეობით 188 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა 80 მილიონი ლარია, ხოლო მასში განთავსებული დეპოზიტები კი 125 მილიონ ლარს შეადგენს. 2025 წლის პირველ 5 თვეში ბანკს 2,7 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. გიორგი რამიშვილის ჰოლდინგი ასევე ფლობს ტელეკომპანია Silknet-ს და საქართველოში ტელეკომპანია Euronews-ის წარმომადგენლობას. 2024 წელს Silk Media-ს ჯამური შემოსავალი 7,5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 7,2 მილიონი ლარი არხის მფლობელის შემოწირულობას შეადგენდა. ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ასევე ფლობს მინორიტარულ 15.5%-იან წელს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია Vissol Petroleum-ში. ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წლის მაჩვენებლებს მოიცავდა, კომპანიის შემოსავალი 642 მილიონი ლარი იყო. Vissol ჯგუფის ძირითადი აქციონერები კი ლევან ფხაკაძე და სოსო ფხაკაძე არიან. ამასთან ჯგუფში 7,1%-ისა და 2,4%-ის წილებს ფლობენ გიორგი რამიშვილის ბიზნეს პარტნიორები ალექსი თოფურია და დევიდ ფრანცბურგერი. რაც შეეხება Silk Road Holding-ში გიორგი რამიშვილის აქციათა პაკეტს. ის 26,3%-ს ფლობს. ასევე 28,3%-ის წილით არის წარმოდგენილი ყაზახი ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი. ასევე აქციათა 16,7%-იანი წელის ფლობელია ალექსი თოფურია. 5,6% ეკუთვნის დევიდ ფრანცბურგერს, დავით მამულაშვილს კი 5%-იანი წელი აქვს.